მოგესალმებით პოდკასტში მეით. მე როგორც იცით ანა ვარ და დღეს განსაკუთრებული ეპიზოდი გვექნება, რადგან მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ადამიანი, ვინც არის მთავარი არქიტექტორი თანამედროვე ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის. ვინც იდგათ სათავეში რეფორმების, ვინც არის მთავარი კანონმდებელი და მთავარი ინტეგრატორი საერთაშორისო სისტემებთან ქართული სადაზღვევო სისტემის. და ჩვენი სტუმარია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბატონი დავით ონოფრიშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. იმედი მაქვს, რომ საინტერესო საუბარი გვექნება. დიახ. პირიქით დიდი მადლობა, რომ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა მაქვს. ჩვენთვის ამნაირი სახის პოდკასტში არ მიმიღია მართალია მონაწილეობა, თუმცა ამ ტიპის შეხვედრები და განხილვები ხშირად გვაქვს, ამიტომ მგონია, რომ ბევრ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ და ამიტომ თქვენი კითხვები, რაც თქვენი პოდკასტის მსმენელს და მაყურებელს აინტერესებს, ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ რა თქმა უნდა დასვათ და ვისაუბროთ. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ნამდვილად. და პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო თქვენს არჩევას დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, იმიტომ რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან პირველად აირჩიეს წარმომადგენელი და ეს ხაზს უსვავს პირადად თქვენს და თქვენი სამსახურის წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე. მე თავად გადაზღვევაში ვმუშაობ და ზუსტად ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პოზიციონირებას ქვეყნის და მინდა კითხოთ ამის შესახებ, რა გზებს უხსნის, პერსპექტივებს უხსნის ეს კარგი ამბავი საქართველოს და რა მიზნები ექნება კომიტეტს თქვენი წევრობით. დავიწყოთ საერთაშორისო საკითხებით, მაშინ მოგეხსენება დაზღვევა ზოგადად როგორც სხვა ფინანსური სფერო განსაკუთრებით ეხლა დიგიტალიზაციის პერიოდში, გლობალიზაციის პერიოდში ჩაკეტილი ვერ იქნება და ცხადია ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ნებისმიერი ფინანსური მიმართულებით და დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია არსებობს, ესეთი უკვე შექმნილია 30 წლის წინ შეიქმნა და სწორედ ეს ორგანიზაცია ემსახურება დაზღვევის ზედამხედველთა შეკრებას, მსჯელობას, აქვთ თავიანთი კომიტეტები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, სადაც გამოიმუშავებენ დაზღვევის ძირითადი, გამომუშავებულია უпростоრად დაზღვევის ძირითადი პრინციპები, core principles ეძახიან. ICP Insurance Core Principles და აქაც ხდება რაღაცა ცვლილებები, ასე კონსტიტუციასავით არის და რაღაცა ცვლილებები ყოველთვის ამ ICP-შიც ხდება ხოლმე, მაგრამ ამ ორგანიზაციაში მთელი მსოფლიოა გაწევრიანებული დაახლოებით ყველა ქვეყანა პრაქტიკულად და გარდა ამისა არის გარკვეული ტერიტორიები, სადაც ეს განვითარებულია და ასევე შეერთებული შტატების ყველა შტატია, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაზღვევის ზედამხედველი არის თითოეულ შტატში. ანუ იქ სხვა პრინციპით არის, თუმცა მათ აქვთ ამერიკის ასოციაცია დაზღვევის ზედამხედველთა, მაგრამ თითოეულ შტატს თავისი ზედამხედველობითი გარკვეული პრინციპები აქვს და განსხვავებები არსებობს, მაგრამ IAIS, რაც მე გითხარით, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის გამომუშავებელ პრინციპებს ყველა ვინც კი არის გაწევრიანებული, უნდა იცავდეს ან ესწრაფვოდეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა ახალი უერთდება ასოციაციას და მათთვის ახლა ცხადია copy-paste-ითაც ვერ გადაიღებ ამას, იმიტომ რომ ის შენთან უნდა დაზღვა გარკვეულწილად ვითარდებოდეს და მთელი რიგი საკითხებია, რომელიც მიღწევადობას უჭირდება წლები. მაგრამ ცხადია ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე და იმ ზედამხედველზე, რომელიც ამ ქვეყანაში არის და იმ ზედამხედველობის სამსახურზე, რომელიც აქტიურად მუშაობს, ის უფრო ახლოს დაუახლოვდება, რაც კარგია
არა იმიტომ რომ მარტო სოფლიო ასე იყენებს გარკვეულ წესებს და იცავს, არამედ შენივე სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელიც ასევე თავისთავად აქვთ ცდილობა, რომ მაქსიმალურად საერთაშორისო დონეზე და საერთაშორისო გამოცდილება იყოს გამოყენებული, მithom გადაზღვევის საკითხებზე ისედაც მუდმივად კონტაქტობენ საზღვარგარეთის კომპანიებთან. ეხლა რა მოხდა ამ მიმართულებით მართლაც საინტერესო განვითარება პოვა სარჩან. ჩვენ აქტიურები ვართ, რაც მე სამსახურის ხელმძღვანელი გავხდი 2019 წლიდან. ჩემი ერთ-ერთი პრინციპი ყოველთვის არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვა სამსახურებშიც ესე იყო, აქტიურად მონაწილეობა, საუკეთესო პრაქტიკების გადმოღება და ჩვენივე თანამშრომლების ის ასე ვთქვათ, არა მარტო ჩემ დონეზე ან მოადგილეების დონეზე, არამედ თვითონ საშუალო მენეჯმენტზე და ქვედა მენეჯმენტის დონეზეც მაქსიმალურად ინფორმირება და მათივე დონის სხვადასხვა სახის კონფერენციებზე თუ შეკრებებზე, საერთაშორისო ფორუმებზე მონაწილეობის მიღება, რადგან ყველას უნდა ესმოდეს რა ხდება მსოფლიოში, ჩვენთვის რა თქმა უნდა უფრო ევროპაში და ნაწილობრივ აზიაში, ამერიკა მაინც შორსა და სხვა პრინციპებით არის, როგორ ხდება ამ პოლიტიკის ჩამოყალიბება სადაზღვევო სფეროში, ზედამხედველობის ნაწილში, მოხმარებელთა უფლებების დაცვა, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია, ფინანსური განათლების, ეხლა დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, მთელი რიგი საკითხები ახალი შემოდის და ყველაფერ ამაში, რა თქმა უნდა, 1, 2 და 3 ადამიანის თუნდაც ეს იყოს თავარი მენეჯმენტიდან წარმომადგენელი ვერ გაუძღვება, იმიტომ რომ მთელი რიგი რაღაცების მომზადება ქვედა დონეზეც უნდა ხდებოდეს. ამიტომ ჩვენი აქტიურობა აშკარა იყო, იქ მე თავიდან ერთ-ერთი 4 კომიტეტია და ერთ-ერთი კომიტეტის წევრი გავხდი. იქ ნებაყოფლობით არის და ნუ თან გარკვეულწილად ირჩევენ კიდევაც, ანუ ადგილი ასე თავისუფლდება და ამ დროს შენ თუ იტყვი რომ მე მინდა განიხილავენ და ასე ვთქვათ ესე მოხდა 2019 წელს აიაკს ოჯახის Implementation and Assessment Committee შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტია იმ გადაწყვეტილებების, რაცაც AIS იღებულობს და ნუ დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენელია ამ კომიტეტში და ესეა 4 კომიტეტი. მაგრამ ამ ორგანიზაციას აქვს ასევე თავისი executive committee, ანუ მთავარი აღმასრულებელი კომიტეტი, სადაც 35-მდე ადამიანია, რეგიონალური პრინციპებით ხდება არჩევა. ნუ დომინირება აქვს გარკვეულწილად ეთქობა პრინციპებში იყო ჩადებული, ხა ჩვენ როცა უფრო შევისწავლეთ ეს, თქვათ ევროპის მხრიდან უფრო მეტი არის და ამერიკის მხრიდან, ასე ვთქვათ, ტერიტორიულ პრინციპით თუ მიუდგებით და მოსახლეობის პრინციპითაც და ამ რომ ეს უფრო გარკვევით გავიგო, თქვა აფრიკიდან სულ არის 3 წარმომადგენელი, ლათინურ ამერიკიდან 2 ან 3. თქვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან რაღაც იქ შტატების დონეზეა და 50-ვე შტატი არის ცალკე წევრი, იქიდან 5 შტატი არის ამ აღმასრულებელ კომიტეტში. ევროპიდან პირდაპირ არის 4-5 ქვეყანა, თქვა საფრანგეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია, კიდე 2 ქვეყანა და ასევე EIOPA არის თვითონ ევროკავშირის საზედამხედველო ორგანო, თვითონ ევროკავშირის. იქ ხელმძღვანელიც ახლა ჰოლანდიელი ქალბატონია, მაგრამ ნუ ისინი იცვლებიან 2-3 წელიწადში, 4 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ადამიანები არიან. იმათ ცალკე კვოტა აქვს და ნუ ასევე აზიის ქვეყნებიდანაც 4-5 კვოტა, ნუ ჩინეთი პირდაპირ არის, ცხადია ინდოეთი, იაპონია. ეხლა რა ხდება ჩვენ რეგიონში? არის, აიდაც გითხარით, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, ვინც გითხარით ეს 5 და პლუს ევროკავშირის. და კიდე 2 ადგილი ეკუთვნის ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ და ტრანსკავკასიის რეგიონს. 2 ადგილია და არჩევა ხდება 2 წლით პლუს 2-ით. ანუ 2 წლით შეიძლება აგერჩიონ, კიდე პლუს 2 წელი. შენივე რეგიონის
ზედამხედველები გაძლევენ ხმას. და როცა არჩევითობის დღე არის, უნდა ასე ვთქვათ, ხმა მოგცენ, ან თუ ხმას იმ მომენტში არ გაძლევენ, ეს პრინციპი აქვს ესე, ავტომატურად ნიშნავს, რომ გეთანხმებიან, ანუ წინააღმდეგი თუ არ არის, მარტო ის ხმა ითვლება როგორც წინააღმდეგი და და რადგანაც ჩვენ სამსახური საკმაოდ აქტიური იყო ბოლო წლებში საქართველოში ჩავატარეთ მათი ეგიდის ქვეშ რეგიონალური სერიოზული შეხვედრა, რომელიც ძალიან მოეწონათ ორგანიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით, როგორც წესი ფრთხილობენ ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, მესამე ქვეყნებში შეიძლება ეს ორგანიზაციული ნაწილი არ იყოს ისე კარგი და ვერ მოაბას მასპინძელმა თავი, რაც ჩვენთან გამოირიცხა და ან მაღალ დონეზე აღნიშნეს, რომ სხვა ბევრ ქვეყანას ვაჯობეთ და მომაღლა ვეღარ ვიტყვით, რომ ყველაზე კარგი აქ იყო, მაგრამ ვიტყვით იქ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაგრამ ვიცით, კარგი სად იყო ყველაზე. ნუ ცხადია, საქართველოს ისედაც იზიდავს თავისი ბუნებით, კულტურით და ტრადიციებით და ამიტომ ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული ყველა სხვაებთან დაკავშირებულ საკითხებში, თანამშრომლებიც, კოლეგებიც აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა მიმართულებით და როგორც ჩანს ეს ამან გამოიწვია ის, რომ როცა ხორვატიის წარმომადგენელს ჩემ კოლეგას ამოეწურა ის 2+2 4 წელი ყოფნა. ნუ ვიცოდით ხოლმე ის რომ ვიღაცა უნდა არჩეულიყო. წარმოიდგინეთ, აქ შედის, მე ჩამოგითვლით, შედის აქ 11 ევროკავშირის ქვეყანა, 9 და ესენი არიან პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი და ბალტიის ქვეყნები სამივე. თუ რომელიმე არ გამომჩა და 9 ყველა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის რა, მათ შორის თურქეთიც შედის, ბალკანეთის ყველა ის ქვეყანა, ვინც კანდიდატია, ჩვენ თავად. აქ შედის უკრაინა, მოლდოვა, შედის ბელორუსია, რუსეთის, მაგრამ მათ შეჩერებული აქვთ ეს წევრობა თვითონ ამ თავარ ორგანიზაციაში. და ასევე შედის რეგიონალურად ჩვენ აზერბაიჯანი, სომხეთი და კიდე ყაზახეთი, უზბეკეთი და ისრაელიც კი ამ რეგიონში შემოდის. ანუ ძალიან 28 ქვეყანაა, ძალიან დიდი რეგიონია. ხო და რაღაც მომენტში მითხრესო თქვენი აქტიურობა რომ მოგწონთ, ასე ვთქვათ, გიცნობთ და ხომ არ იყრიდით კენჭსო. ეს საერთოდ ოქტომბერში ხდებოდა, ნუ გავიარეთ ეს საკითხი სამსახურში და ნუ პრინციპში ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ თუ არჩევა დიდი პატივი იქნებოდა თან ასე ვთქვათ, მომზადებულის მეტნაკლებად ვიყავით, უკვე რადგან წლებია აქტიურად ჩართული ვარ და ჩატარდა ეს და დამიჭირეს მხარი. ასე რომ ეხლა ისე გამოვიდა, რომ ამ აღმასრულებელ კომიტეტში მთელ ამ ხელა 28 ქვეყნიდან 2 წარმომადგენელი ვართ, მე და სლოვენიელი ჩემი კოლეგა. რა თქმა უნდა, ეს პატივია, იმიტომ რომ ეს მართლაც ეს ორგანო არის ერთ-ერთი მთავარი მუშა ორგანო, აღმასრულებელ კომიტეტი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს ღებულობს, იღებს და ნუ იქ საქართველოს მონაწილეობა ჩემი სახით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანიც და საპატივცემულოც არის მეორე მხრივ. და ეს გარდა იმისა იძლევა გარკვეულ სხვა პირობებს იმისა, რომ ინფორმაციულად უფრო ადრე ვფლობ რაღაც საკითხებზე ინფორმაციას და საქართველოსთვისაც ყველაფერს ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრამეში წაადგება კიდევაც ასე ვთქვათ, ჩემი იქ ყოფნა, ასე რომ ეხლა დაიწყო ეს ათვლა ამ 2 წლის შარშან დეკემბერში კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში, როცა იყო წლიური შეხვედრა. ნუ გარდა ამისა, ახლა ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ისედაც სხვა სახის, რა თქმა უნდა, მონაწილეობთ ორგანიზაციებთან ურთიერთობთ, მათ შორის დაზღვევის, თვითონ ევროკავშირის ზედამხედველობას აქ წელიწადში ერთხელ აკეთებს კანდიდატ ქვეყნებთან შეხვედრებს, სადაც იხილავენ, ასე ვთქვათ, ამ გარდამავალი საკითხების პრობლემატურობას, ყველა ქვეყანამ მეც მათ შორის უკვე ორჯერ მომიწია პრეზენტაციის გაკეთება, სადაც ნუ
შენ როგორც დადებით მხარეებს, ისე ნეგატიურ მხარეებსაც, ანუ პრობლემურ მხარეებს, ასე ნეგატივი ამდღარ არასწორია, პრობლემურ მხარეებსაც ვსჯელობ და მათ შორის გამოსავალსაც იქვე შენ ფიქრობ, იმიტომ იქ შემთხვევაში არის საკითხები, სადაც ის რესურსი ნამდვილად არ გააჩნია ჩვენ და ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებს ხოლმე მარტო გადაწყვიტოს, იმიტომ რომ იქ არის ჩართულობა დახმარების საკითხი, დახმარების გამოცდილების გადმოღების თვალსაზრისი და ჩვენ გარდა იმ საერთაშორისო კუთხეებს სოფლიო ბანკთან განსაკუთრებით აქტიურად ვარ ADB-სთან, აზიის განვითარების ბანკთანაც მუშაობ სხვადასხვა პროექტები იყო შეიძლება ვახსენოთ მერე, მაგრამ ასევე ორმხრივი ურთიერთობაც მე გავაძლიერე აქ განსაკუთრებით, იმიტომ რომ გამოყავით ერთი ავსტრიის ზედამხედველობა, რომ ავსტრიას აქ დაფუძნა ორი ავსტრიული კომპანია ფაქტიურად საქართველოში. არის ის, მაგრამ ესა GPI და IRAO, ერთი და იგივე ავსტრიული კომპანიის Vienna Insurance დიახ, VIG-ს როგორც ეძახიან, Vienna Insurance Group და თვითონ ავსტრია როგორც ჩანს ფაქტია, რომ საკმაოდ განვითარებული იყო როგორც გერმანია, თქვათ, ევროპაშიც უძველესი დროიდან და განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ 20-30 წლის წინ ამ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე მათი კომპანიები, როცა სუბსიდიარულ კომპანიებს აფუძნებდნენ, თვითონ ხდებოდნენ თან და სხვადასხვა ასე თქვათ შეიძლება 100%-იც არა, ან 90-ით დომინირებდნენ. ამიტომ მათ დაახლოებით 20-22 ქვეყანაში აქვთ დღეს ავსტრიულ კომპანიებს ფლობელობა, სადაც ფაქტურად მართავენ ისინი ხო და ამიტომ ავსტრიელებთან და გამოცდილებაც ხადია ძალიან მაღალი აქვს, ამიტომ ჩვენ წელს ქონდა ერთი სერიოზული 5 დღით წასულები ვიყავით, ყველა დონის მენეჯმენტი, 7 ადამიანი, სადაც კონკრეტულ საკითხებს გავდიოდით, შევიმუშავეთ პროგრამა და სადაც ასე თქვათ ვშელოვდით მათ გამოცდილებას და ჩვენ რაც გვაწუხებდა, ანუ ნებისმიერ კითხვას ასე თქვათ. აი როგორც ახლა პოდკასტი გაქვთ 1 საათიანი, 5 დღე, ყოველდღე 8 საათიანი პოდკასტი ვიდეო და იმიტომ რომ ოღონდ კითხვას ორივე მხარეს ვსვავდით. ყველაფერს გვიყვებოდნენ როგორ არის, რანაირად არის, იმათ აინტერესებდა ჩვენთან როგორ არის, მე როგორი გზებით გამოვასწოროთ, ან წავიყვანოთ მომავალში. ძალიან საინტერესოა და მეორე ქვეყანა სლოვენია. სლოვენიის კოლეგაც, ასე ვთქვათ, მეგობრობთ ამ ქვეყანასთან ახლოს და სლოვენიის თვითონ ზედამხედველთანაც დიდი ხანი კარგი ურთიერთობა მაქვს ჩამოყალიბებული. და მათთანაც ესე ორმხრივად ურთიერთობები გვაქვს, აი როცა რაღაც საკითხები გვინდა ჩვენთან არ გაგიკვირდე და ეს შეგვიძლია ტელეფონი ავიღოთ და მე არა ვარ აუცილებელი, უკვე მე ხო ჩემ კოლეგას ვიცნობ და მის ქვემოთ მოადგილეს და კიდე რამდენიმე განყოფილების უფროსს, ასევე ჩემი განყოფილების უფროსები ან მოადგილები იცნობენ იმათი მოადგილებს და განყოფილების უფროსებს. ანუ რაიმე საკითხი რო გვინდა იქ როგორ არის ტელეფონის აღება და დაურეკავ და კითხავ და გეუბნებიან. აი ესეთ დონეზე არის. ანუ ჩვენ არ ვეძებთ რაღაცა, მე იმეილისად გავაგზავნო, ის რა ვკითხო. ეს ორ ქვეყანაზეა, მაგრამ კიდე რამოდენიმე ქვეყანაა, ვისთანაც გვაქვს ჩვენ ეგეთი ურთიერთობა. მათი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიდრე ხა თვალდახუჭულმა რაღაცა გაიარო. ისეთ ადგილას შეიძლება სადმე გადავარდე ჯობია, მეგობრებს დაურეკო და გეტყვიან მათ როგორ გაიარეს ეს გზა და მე რომ მე შენზეა დამოკიდებული ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღება. მოკლედ აი ამ საერთაშორისო მიმართულებით საკმაოდ მოძლიერებული ვართ, სახელიც გვაქვს უკვე იმ გაგებით მინდა გითხრათ რომ აი ახლა გაიმართა ბათუმში ჩვენ X-Prime-ის აი ეს შეგვიძლია უჩვენოთ ან თქვენ უჩვენეთ ან აი ეს ჟურნალი მოგვიმზადა X-Prime-მა ესეთი საქართველოს ეხება, იმიტომ საქართველოში ჩატარდა და აქ ძალიან კარგი სტატისტიკური მონაცემები ეს ყველაფერი არა მარტო ჩვენ იყო სხვა ქვეყნებისა და ისინი პერიოდულად ესეთ ბროშურებს სხვადასხვა ქვეყანაზე და რეგიონზეც უშვებენ. ეს თვითონ X-Prime-ის საიტზეც არის და ეს ჩვენ საიტზეც არის. ველი საინტერესო ინფორმაციის და სტატისტიკის ნახვა შეიძლება და აი ეს
ექსპრიმი არის ორგანიზაცია, მედია ჯგუფი, ასე ვთქვათ, publishing agency რაღაც ერთობლივად, სადაც მხოლოდ დაზღვევაზე აკეთებენ წელიწადში 10-15 სხვადასხვა ღონისძიებას. ჩვენთან უკვე ეს მე-13 ჩატარდა, თან ამასაც გვიმზადებენ, ასე ვთქვათ, ჩვენს გავაკეთებ, მაგრამ მათი გამოცდილება გამოგვადგა, იმიტომ რომ მეორედ გამოუშვეს ესე როგორც ჟურნალი საქართველოსთან დაკავშირებით და აი ესეთ კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, ესე ჩამოდიან უცხოელები, ჯერჯერობით საუკეთესო ექსპერტები, ვისაც უკვე ჩვენ ვიცნობთ და თანამშრომლობთ და აი ესეთ იმაზე თქვა ჩამოვიდა ხა ყაზახეთი, იყო უზბეკეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ანუ უფრო აზიის ქვეყნები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იქ არღებულობენ რატომაც. ალბათ უნდათ ქართული. არა, ხო და ამიტომ ასე ვთქვათ, იქაც ჰქონდა მესაუბარი, მათაც მითხრეს, რომ თქვენო მაინც უფრო ახლოს ხართო რეგიონალურადასო და იქნებ ეგენი ცოტა გაააქტიუროთ, ანუ პირადად თხოვეს, რომ ამ პირადი კონტაქტებით და სხვადასხვა ამის შემდგომ აი ყაზახეთიდან ახლა ხვალ ზეგმექნება საუბარი პირდაპირ ჩართვა იქაურ ხელმძღვანელთან. ეს მართლაც საინტერესო ისა ფენომენი შეიძლება ითქვას, რომ წლიური ზედამხედველთა შეკრება ტარდება, ხო? წელიწადში ერთხელ, სადაც გითხარით, რომ მთელი დაზღვევის ზედამხედველობის პოლიტიკის საკითხები, პრობლემატურობა, სად როგორ არის გამოცდილებების გაზიარება ხდება ერთ ადგილას მთელი კვირის განმავლობაში. და არის მსოფლიოს ყველა ქვეყანა და უცბად აცხადებენ ყაზახეთი არ არის, უზბეკეთი არ არის, სომხეთი არ არის, აზერბაიჯანი არ არის. ის არ არის ეხა უკვირთ იმათაც, იმიტომ რომ აქ დაძალებით არაფერი არ ხდება. უბრალოდ შენი ქვეყნისთვის არის კარგი, რომ იქ რომ მონაწილეობ, ბევრი რამე გესმის და გადმოიღებ, რაც გინდა გადმოიღებ, თუ არ გინდა, ნუ გადმოიღებ. მაგრამ რაღაცა ახალს გაიგებ. საქმის კურსში ხარ. ეს ხალხი არ დადის არსად. ხელმძღვანელობა არ ვიცი, ესე იგი ვერ ვიცით ისეთი ქვეყნები ჩამოთვალეთ, რომ ფულის პრობლემა ჰქონდეთ, ან მივლინებაში არ უშვებდნენ, ხო? ესე იგი რაღაცა ინტერესს ვერ ნახულობენ, ან ბოლომდე არ ესმით მათ მნიშვნელობა რა ამ ორგანიზაციის და ხო და ამიტომ ეხა ამ ხრივათაც ნუ აზერბაიჯანი დადის პერიოდულად ხმლად ეგრეც არ არის გვაქვს კონტაქტები სომხეთის ნაკლებად არის განსხვავება სხვა რამეშიც რა მოდი პირდაპირ თქვათ რომ მაგ ქვეყნებში ვერ ქვეყანაშიც მაგრამ მაგ ქვეყნებში კონკრეტულად ზედამხედველობა არის ეროვნული ბანკის ნაწილი და ერთი შემილია ადრეც მithქვია, ეხლაც ვიტყვი სხვადასხვა თანამდებობაზე რო იყო, მაშინაც რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც საქართველოში თავის დროზე დაზღვევის ზედამხედველობა გაუქმეს როგორც დამოუკიდებელი ერთეული, როგორიც იყო კანონში ჩადებული 1197 წლის კანონი, როცა მიღებული იქნა დაზღვევის შესახებ, ეს იყო, აი როგორც ახლა დამოუკიდებელი, ესე იყო 2005 წლამდე. შემდგომ ნაციონალური ხელისუფლება რომ მობრძანდა, აიღეს, გააუქმეს და ეს და ფასიანი ქაღალდები შეიტანეს ეროვნულ ბანკში, სადაც ეხლა ზოგ ძლიერ ბანკში, მაგალითად ჩეხეთშიც ესეა, ბანკთან არის, უნგრეთშიც იქაურ ეროვნულ ბანკთან, მაგრამ ისინი ინსტიტუციურად უკვე ძლიერები იყვნენ და იქ ამათ რაღაცა თავისუფლება აქვს. ჩვენთან საერთოდ დაკნინდა იმ პერიოდში ზედამხედველობის კუთხითაც, მე ნახეთ რომ მთელი რიგი დარღვევები იყო ზედამხედველობის კუთხით, ანუ საზედამხედველო კაპიტალის სერიოზული დარღვევები ხდებოდა და ამ დროს მაინც კომპანიებს ის მიმართ არ ხდებოდა რეაგირება. ბევრი რაღაცები იყო, არ მინდა ყველა დეტალზე, მაგრამ ეს ისიან კომპანიებას იციან და ვინც იყო. ამიტომ 2012-ში მე მომიწია ის კანონი თავის დროზე ერთი მთავარი ავტორი მე ვიყავი, იმიტომ რომ ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე და ბევრი ახალ კანონს ღებულობდით 95-99 წლების პარლამენტი, ეს მესამე პარლამენტი იყო დამოუკიდებლობის და მათ შორის დაზღვევის შესახებ კანონით შემ კომიტეტში დამუშავდა, მე თვითონ გავიტანე სესიაზე და ამიტომ იქ თავიდან შემთხვევით არ იყო, იმიტომ რომ ჩავდეთ ეს დამოუკიდებლობის პრინციპი, რომ ეს სამსახურის ზედამხედველია და უნდა იყოს დამოუკიდებელი, ხო არის აი სხვა მარეგულირებელივით ბოლომდე ეს ფუნქცია არ ქონდა, მაგალითად როგორც მე სემეკმა მიიღო როგორც ენერგორეგულატორმა არის
ის კომუნიკაციების რეგულატორი ასე შემდეგ ის სრულად ამოუკიდებელია, მაგრამ ესეთი საკმაოდ აღჭურვილი ფუნქციებით, მაგრამ ბოლომდე შეიძლება არა, მაგრამ ეს საერთოდ გაუუქმეს. ხო და რას მომდი, აი ეს აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ესე არის, ეროვნულ ბანკთან არიან. ამიტომ მე როცა ამ რეგიონის ახლა მათი წარმომადგენელიც ვარ აღმასრულებელ კომიტეტში, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნებიც ხო შედიან. შეხვედრებს უფრო ინტენსიურს გახდითო და იქნება თან ეს დაიწყო ნამათმა დააინტერესოთ უფრო მეტად, ხო, იქ არავის სპეციალურად არ ცალია რომ ეხა დაუჭდეს და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მოადგილეებმა ხა ურეკონ და იცი რა მოდიხარ თქვენ თუ რატო არ მოდიხართ, არავინ ამას არ დაიწყებს. ამიტომ ეხა მე მინდა რომ აი ერთ-ორ წელიწადში რაღაცა ესენი უფრო მეტად დავაინტერესო, ყოველ შემთხვევაში საქართველოში რა ჩატარდება ეხა უკვე გარკვეულად ჩამოვიყვანეთ რამოდენიმე მათგანი, თან ველაპარაკე, ისე ველაპარაკე რომ ეხლა ერთ-ერთი ხელმძღვანელი თან მექნება საუბარი ზეგარი ჩანიშნული ყაზახეთის ხო და ამიტომ ამ ქვეყნებშიც თავისებურად მიმდინარეობს ეს საკითხები, ანუ ძალიან საინტერესოდ მიდის ზოგადად, იმიტომ რომ დაზღვევა არის ფინანსური სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი განვითარება დაიწყო ძველეს პერიოდიდან პირველი სადაზღვევო ნიშნები რაც იყო და ისტორიულად 2000 წლის წინადაც 1500 წლის წინადაც მე იტალიაში რაღაცა ესენი იყო სხვადასხვა სახის დაზღვევის ელემენტი, მაგრამ განსაკუთრებით ხო მე-19 საუკუნეში ისე განვითარდა 21-ში მით უმეტეს და ამიტომ დაზღვევის გარეშე დღეს წარმოუდგენელია რეალურად ბიზნესის წარმოებაც, ეს დაცულობა როგორც სოციალური, ეკონომიკური, ანუ სხვანაირად ვთქვათ რომ დაზღვევა არის ის მექანიზმი, რომელიც ადამიანს, ну თუ კომპანია დაზღვეულია სხვა რამე, თავიდან აცილებს სერიოზულ ფინანსურ რისკებს. ანუ თუ შენ დაგიდგა ის სადაზღვევო შემთხვევა და შენ არ ახარ დაზღვეული, ეს ავტომობილს თუ ეხება და დაამტვრიე სვისი ავტომობილი, შენ მოგიწევს სერიოზული ფინანსური ანასაურება, რომელიც შეიძლება 1000-ობით ლარს და 10000-ობით ლარზე წავიდეს თუ კარგ მანქანას დაარტყი და გააფუჭე და სხვა შემთხვევაში გადაიხდიდი 100 თვეში გადაიხდი 100-150 ლარს და მაინც ეს გეკნებოდა შეიძლება ცოტა გაგიძვირონ, იმიტომ რომ თუ ატარებ მანქანას და ჯანმრთელობის თვალსაზრისით იცით რომ ჯანმრთელობა ესეც სფეროა ჯობია იყო დაზღვეული და შენ არ გიწევდეს დიდი ნაწილის ფულის გატანა. სხვა სფეროებიც ესე არის, ვისაუბრებთ ამაზე და რეალურად ამ დაზღვევის მიმართულებით ცხადია მსოფლიო ვითარდება, იცვლება მოთხოვნების და მიხედვით და შესაბამისად ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ საქართველოში როგორც ზედამხედველობის სამსახური თვითონ კომპანიები, რომლებიც ბიზნესზე ორიენტირებული არიან, მაგრამ ამავე დროს სოციალური მისიაც აკისრიათ და მოსახლეობის დაცულობაც ჩვენი მონაწილეობა აქ როგორც მოხარებელთა უფლებების დაცვაში და ფინანსურ განათლების ნაწილში მართლაც მნიშვნელოვანია, სადაც ჩვენ ასეთ და მოდიან კომპანიებთან ერთად ხშირად აი გეგმავთ ხოლმე ამ სხვადასხვა ღონისძიებებს საქართველოში, რომ ეს მომხმარებელიც იყოს ინფორმირებული ბევრ რამეზე თუ რა და როგორ მოიქცეს, როცა გარკვეული შემთხვევები დგება. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო. რაღაცა ძალიან ბევრი ვისაუბრე მე და შვენიერი იყო. ეხლა კითხავთ მაშინ თავისებურებებზე ქართული ბაზრის რაღაცნაირად შევეხეთ კიდეც. აი 20-24 წლის სტატისტიკური მონაცემები როგორია 20-25 წლის პირველი ნაწილის მონაცემები და აი რითი განსხვავდებით, ვთქვათ, ჩვენ რეგიონზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან ჩვენი ქართული ბაზრის თავისებურებები რითი განსხვავდება? კი ბატონო, ჩვენთან ბაზარზე ეხლა ფუნქციონირებს ლიცენზია აღებული აქვს 19 სადაზღვევო კომპანიას. და ლიცენზია შეუძლია აიღოს რომელიმე კომპანიამ ან მარტო სიცოცხლის, ან მარტო არასიცოცხლის, მაგრამ ფაქტიურად ყველას აქვს ორივე ერთდროულად აღებული და 7.2 მილიონი ლარია რომ შედააფუძნო, ანუ მინიმუმ კაპიტალი დადო სხვა ბანკებში, რასაც ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება, გაყინულია, ну პროცენტი ერიცხება
რასაც ბანკები აძლევენ და ეს თანხა რაღაცა გარანტია იმისა, მინიმუმი გარანტია, იმიტომ მინიმუმ კაპიტალი, მინიმუმ გარანტია, რომ ის ვალდებულებები, რასაც ეს კომპანიები აიღებენ, იქნება შესრულებული. თუმცა მათ აქვს საზედამხედველო კაპიტალი, სხვა რესურსები და ვინც ახლა უფრო ამბობ, მე მგონია პოდკასტს უფრო პროფესიონალები უსმენენ ამ სფეროში, მაგრამ ვინც შეიძლება ისედაც დაინტერესებული პირი უსმენდეს, სწორედ დააზღვევს ჩვენი სამსახურის, დააზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქცია, რომ მუდმივად აკონტროლოს და ყოველთვიური ანგარიშები მოდის ჩვენთან, მათი ფინანსური შესაბამისი კრიტერიუმებით ჩვენ ვამოწმებთ მათ, როცა საჭიროა, ასევე ამ ფინანსურ ანგარიშებში მათ გარკვეული დაიცვან ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს როგორც კანონით, ისე ხელმძღვანელ ჩვენს მიერ გამოცემული ბრძანებებით და უნდა გითხრათ, რომ თუ კომპანია დავინახავთ, რომ არ აქვს სათანადო ფინანსური სიძლიერე, არ არის ჯანმრთელი, ის ვერ ფუნქციონირებს ბაზარზე, ან შეუწყდება, ან საერთოდ გაუქმდება. ამიტომ ხშირად არის ესეთი შეკითხვას მეც მეუნებიან, აბა რომელი კომპანიაში ჯობია მე, თქვათ, ჯანმრთელობის დაზღვევა ავიღო, ან ქონების, ან რაღაცის, უნდა ვთქვათ, რომ საშიშროება იმისი, რომ რომელიღაცა ვერ მოგემსახურება საბოლოო ჯამში და რაღაცა ფული გადაიხადე და ვერ შეგისროს პირობებს, ესე ვერ იქნება. ყველა შეასრულებს პირობას. მერე იქ უკვე არის შენ გამოცდილებაზე, სხვების გამოცდილებაზე, ვის როგორ ურჩევნია და უკვე თვითონ ამ კომპანიების მარიფატზე როგორ რეკლამას აკეთებენ, როგორ წარუდგენენ და საერთოდ ნებისმიერი მარკეტინგული ნაბიჯები და მარკეტული ნაბიჯებსაც კი ჯობია, როდესაც შენ პროდუქტს და ხელშეკრულებას ისე ასრულებ, რომ ადამიანი როცა კმაყოფილია, ის მერე თავის ოჯახის წევრებს ეუნება, მეზობლებს ეუნება, მეგობრებს ეუნება, ეგრე უფრო გაითქვავს სახელს, ვიდრე რა თქმა უნდა, მარკეტინგური როლიკის და პატარა რაღაც იმას მნიშვნელობას არ უკარგავ თავის ყველაფერი თავის ნაწილში მოქმედებს, მაგრამ შენი კარგი გამოცდილება და მომხმარებლის დაკმაყოფილება იმ მოთხოვნებით და იმაზე, რაც ხელი გაქვს მოწარული კონტრაქტუალურად, ეს იწვევს სწორედ ამ კომპანიების მიმართ დადებით განწყობას საზოგადოებაში და ეს არის ჩემი აზრით თავარი და ამისთვის ესწრაფვიან საუკეთესო კომპანიები ყველა სფეროში და მათ შორის დაზღვევის სფეროში. ჩვენთან არის, ესე იგი 19 კომპანია, სადაზღვევ ბროკერი ყავს 24 და არის კერძო საპენსიო სქემებსაც ჩვენ ვარეგულირებთ, ჩვენ ვართ ზედამხედველი ამაზე, ეხლა კანონი იქნა მიღებული და უფრო დეტალურად არის გაწერილი, როგორ და რანაირად შეიძლება იქნას არასახელმწიფო კერძოს ვიძახი, ანუ ჩვეულებრივი სახელმწიფოს მონაწილეობით, როცა ის არის მეორე პილარი, ეს არის მესამე ვარიანტი, სულ 3 არის ჯერჯერობით და ნახოთ როგორ განვითარდება, საერთოდ როცა მეორეა, მესამე ცოტა უჭირს, იმიტომ რომ ადამიანი როცა ერთ-ერთ სქემაში მონაწილეობს და უკვე იხდის ფულს, მას მართლა მაღალი შემოსავალი უნდა ქონდეს, რომ გადაწყვიტოს კიდე კერძო დაგროვებითი, ანუ შენ ყოველთვიურად გადადებ ფულს. ეხლა როგორ არის, თქვათ, მეორე პილარში, მეორე რაც სახელმწიფო საპენსიო სისტემა, რაც არის დღევანდელი, რომ შენი შემოსავლიდან შენ დებ 2%-ს, 2%-ს დებს სამსახური, ვინც შენ დაგიქირავა და 2%-ს დებს სახელმწიფო. აქტიურად შენ 2%-ს დებ, 4%-ს კიდე ასე ვთქვათ, ჩუქნიან თქვათ, რომელიც გიგროვდება, ხო? და ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა პოლიტიკური სხვადასხვა არ ვიცი რა განწყობების გამო, როცა ეს სქემა შემოდიოდა, მაქსიმალურად მთელი რიგი ადამიანები, მათ შორის ფინანსურ სფეროშიც ისა, პოლიტიკურით, ასე ვთქვათ, ოპოზიციაში მყოფი და ნაკლებად გათვითცნობიერებულები, ეუნებოდნენ, რომ თქვენ აქ შეხვალთ ფულს დაკარგავთ რა, ანუ სადღაც ჩილეში ესე მოხდა თუ არგენტინაში, კი, რამდენიმე ქვეყანაში მომხდარა ესეთი რამ, მაგრამ მასიურად ეს არ ხდება კანონის დარღვევა და დღეს ადამიანები, ვინც ამ სქემაში მონაწილეობდნენ უკვე 4-5 წელია, მათ საკმარისადაც ათასობით ლარია დღეს მათ ანგარიშებზე და ეს დაგროვდება და ამ სისტემით მიმდინარეობს და ეხლა კერძო რას ნიშნავს, რომ თქვენ რო აქ მონაწილეობთ, ეხლა უნდა წახვიდეთ და კიდე ახალი სქემა იქნება.
და იქაც ესეთი დაგროვებითია, მაგრამ უკვე სახელმწიფო აღარ მონაწილეობს, კერძოა, მაგრამ მაგალითად ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურია და იქ ძლიერი ორგანიზაცია და ხელფასებიც მაღალია, ესეთ სქემაში თავაზობს ესეთ რამეს, რომ აი თქვენ თუ დადებთ, თქვათ 5%-ს, ისე ვიძახი, თქვათ 5%-ს, მე დავდებ 10%-ს. ანუ უფრო დიდი მასა გროვდება ამ შემთხვევაში თქვენთვის, თქვენ ისე რომელიც მე პენსიაზე გასვლის შემდგომ თქვენთვის საკმაოდ თანხა შეიძლება ასე ვთქვათ დაგროვდეს კერძო საფინანსო სქემის მიხედვით, მაგრამ ეხლა ამ ახალი კანონმდებლობით თვითონ სქემის სტრუქტურა ჩვენ მოამზადეთ 18-ზე მეტი ნორმატიული აქტი ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეხლა ეს მაინც გონია რომ ეს წელი მაინც არის კანონის მიღების, ამ ნორმატიული აქტების გაცნობისისა და რაღაც მომენტში გონია რომ ეს ამუშავდება, ხო. სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ შექმნა, რა თქმა უნდა, აქვს კიდევაც ორივეს, ადრეც ჰქონდა ამის უფლება, ორს აქვს დღესაც, მაგრამ თქვათ აქვე რომ ეს ძლიერი სქემები არ არის და რაღაცა თვითონ გამქრალი იყო ინტერესი, მაგრამ აი კანონის მიღების შემდგომ გონია რომ ვიღაცები დაინტერესდნენ. საქართველოშიც არის ახლა ხალხი, ვისაც საშუალო და მაღალი შემოსავლიანი ეს ფული მათ უგროვდებათ, იმას პროცენტი ერიცხება და ასე სერიოზული დანაზოგი შეიძლება იყოს. ეხლა გადავიდეთ რა ხდებოდა სადაზღვევო ბაზარზე ბოლო თქვა 10 წელი, ხო? დიახ, საინტერესოა. აი 2015 წელს, ეხლა 2025-ია, 2015 წელს მთლიანი პრემია, ანუ შემოსავალდი არის პრემია სადაზღვევო სფეროში, ეძახიან პრემიას, ანუ გაყიდული პოლისების ჩამური ნაწილი მთელ საქართველოში იყო 360 მილიონი ლარი. 360. და 2024-ში, ანუ 10 წლის თავზე 2024-ში არის 1.259 მილიონი ლარი. ანუ შეგიძლიათ ნახოთ, რომ თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი. სამნახევარჯერ, სუსტად რო თქვა, სამნახევარჯერ გაზრდილია. 2015-ში 360 იყო, თქვათ 2020-ში იყო 667, ცოტა პანდემიური წლებაში იაჩერა, რა თქმა უნდა ეს და მაგრამ მუდმივი ზრდა პანდემიის პერიოდის გარდა იყო საშუალოდ არის, აი ბოლო 3 წელია, ბოლო 4 წელია, 1 წელს 16, 17, 22-ში და 24-ში 18% ზრდა არის. ცხადია, აქ შედის ინფლაციაც, ინფლაციური მაჩვენებელი, მაგრამ იმის განმავლობაში რომ ინფლაცია თქვა შარშან ძალიან დაბალი იყო, ეს კი რეალური ზრდაც საკმაოდ მაღალი იყო მთელ რიგ წლებში, სადაც ინფლაცია მაღალია. ჯამურად საკმაოდ გაზრდილი არის. ესეთი ზრდა ცხადია არა აქვს ახლა დასავლეთის დავითარებულ ქვეყნებს, იმიტომ რომ იქ უკვე ისე არიან გაზრდილი, რომ მცირე ზრდაც და არის და ჩვენთან პოტენციალი ბევრი არის ამ ხრივ. მთლიან შიდა პროდუქტში დაზღვევის ნაწილი არის აი 2018-ში იყო 1.22%, 1.22 მთლიან შიდა პროდუქტში დაზღვევა. წელს არის 1.37. ცხადია, დიდი ზრდა არ არის, მაგრამ პოტენცია აქაც არის, რა თქმა უნდა. და ჩვენ ამაზე შეგვიძლია ეხლა ვეცვათ, რომ არის მთელი რიგი დაზღვევის მიმართულება, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ არის. მაგალითად, მანქანების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც თვით რომ აი ბაზარზე ხო თქვით, ეხლა 1.260 უფრო ადვილად იმახსოვრებინა, ამიტომ მოდი 1 მილიონს მოუბადეთ. და გავარგვალების 1.260 მილიონი რომ არის თქვათ ეს დაზღვევა რო შემოვა ჩვენი შეფასებით მინიმუმ 300 მილიონზე ნაკლები არ იქნება. ანუ უცბად ბაზარი გაიზრდება მინიმუმ 20%-ით, 20-25%-ით, ანუ გააჩნია რა თქმა უნდა ფაქტორს, მაგრამ უცბად ზრდა იქნება. ჩვენთან არ არის სერიოზულად განვითარებული სიცოცხლის დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევა ერთი უსერიოზული მიმართულება, სადაც აქტუარი გჭირდება, ხალხის ჩართულობა, ათვისნობიერება, თქვა ადამიანების რომ სიცოცხლის დაზღვევა რამდენად მნიშვნელოვანია. ეს სქემები
ჩვენთან არ არის პრაქტიკულად. არის სიცოცხლის დაზღვევა, იცით რომ ესეც ვეუბნებით ხოლმე უცხოელებსაც, რომ მხოლოდ ასოცირებულია და არსებობს საბანკო პროდუქტთან დაკავშირებით. ანუ ბანკში როცა თქვენ რაღაცას აიღებთ, სესხს ვთქვათ 30 წლიანს, 5 წლიანს, ალბათ 10 წლიანსაც, ამ შემთხვევაში ბანკი არ მოგცემს ეს, რომელიც წინაპირობა იქნება, რომ თქვენ უნდა გქონდეთ სიცოცხლის დაზღვევა. იპოთეკური სესხი გინდათ რაღაც შეიძლება სხვა სიტყვით, რაც ვადაში გაწელილია და ეს სიცოცხლის დაზღვევა არის მათთვის ასეც გადაზღვევა იმისა, რომ უზრუნველყოფათ არის, ხო, რომ სესხი ისინი თანხას არ დაკარგავენ. ასე რომ ეხა ეს ორი მიმართულება და კიდე დამატებით არის რაღაც მიმართ თანამედროვეც და რაღაც სახეობები, რომელიც არ არის ჩვენთან ისე განვითარებული, ცოტა შედარებით ხა ასეთ მსხვილი სახის არ არის, მაგრამ ჯამში ხა ეს ბაზარი თავისუფლად შეიძლება გაორმაგდეს ესე ამ შემთხვევაში თლეში და პროდუქტთან უკვე 1 და 37 კი არ იქნება 3-4 შეიძლება გახდეს. ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ 4-5-6-იც არის. ანუ საკმაოდ დიდი როლი აქვს, მაგრამ იქ დაზღვევა, იცით, ახლა ევროპაში და ამერიკაში ყველაფერზე არის დაზღვევა. ჩვეულებრივად ყველა ყიდულობს. საერთოდ ყველაფერს, ხო, ახლა სახლი რო იყიდო, გაყიდო, თუ დაზღვეული არ არის, როგორც წესი, სავალდებულოც არ არის ხშირად, მაგრამ უკვე ისე არის, რომ ხო, მოთხოვნები ისეა, რომ თვითონაც თulis და ადამიანი თვითონაც რომ ეს დაზღვევა აუცილებელია, თქვა. მრავალი სახის დაზღვევებია, იგონებენ კიდეს რაღაც ახალ დაზღვევებს. ანუ ჩვენთან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს მრავალსახეობა არ არის, თუმცა ბევრი კომპანია აქტიურად მუშაობს, აი თუ ნახავთ ამ დაზღვევის ნიუსებს ახალამებს, ყველა კომპანია, 19 კომპანია ხა პატარა ბაზარი ვარ და ცხადია ეს კონკურენცია ჩვენთან მაღალია. ერთი მხრივ კარგია, ეს მოსახლეობისთვის არის კარგი, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, რომ შენ მოგაწონოს ხა რაღაც ახალი პროდუქტით ან ძველით და თან მაღალ ფასს ვერ მოგცემს, იმიტომ რომ იმ წუთში სხვა უკეთეს ფასს მოგცემს, ან მესამე, მეოთხე მოგცემს, ამიტომ ეს ჭიდილი კონკურენციის ყოველთვის სასარგებლოა ფასთან და ხარისხთანაც მიმართებაში. ხო და 2024 ამიტომ გამორჩეული წელი იყო ჩვენ უკვე გადავდივართ ხა 2025-ის 6 თვე შედეგები 20 რიცხვში მოდის ჩვენთან შემდეგითვის, ანუ 20 ივლისს გვეცოდინება შემოვა ინფორმაცია და ივლისის ბოლოს გვეცოდინება 6 თვე, მაგრამ აი შარშანდელიზე თქვა ჯერ აი გაიზარდა აქტივები კომპანიების, გაიზარდა კაპიტალი, სადაზღვევო მოგება, წმინდა მოგება, მაგალითად იყო 74, გახდა 127 აქ. და პოლისების რაოდენობაც თავისთავად იზრდება. ამიტომ რამდენადაც ის სახეობები, რაც მაგამდე გითხარით, არ არის მეთქი ის ავტომობილის მესამე პირის დაზღვევა. ამიტომ საქართველოს ბაზარზე ეს არატრადიციულია, ფაქტიურად 42%-ით ლიდერობს ჯანდაცვა. ეს არსად ეგრე არ ხდება. ეხა უცხოელები ვინც და ექსპერტები ვინც ჩვენ ბაზარზე უკვე დადიან ჩვენთან მონაწილეობენ სხვადასხვა შეხვედრებში, იციან და ამბობენ რომ არსად ეხა 42% ჯანდაცვა არ არსებობს ეგეთი რამე. 30-აც არ აღწევს ხოლმე. ეხლა ამ ცხადი აქ როგორც კი ისენი შემოვლენ, ამათი წილი ჩაიწევს, მაგრამ აი თქვათ რომ აქ ჯანდაცვა და სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევა 20 უჭირავს. და მესამეა ქონების დაზღვევა რა, ჯამში ბაზრის 3/4 მიმართულება ფარავენ აი ეს 3 და სიცოცხლის დაზღვევაც აიწია 9%-მდე, ასე რომ ეს არის ძირითადი სახეობები და უამრავი სხვა ტიპის დაზღვევა და ბარემ აქვე თქვა პირველი 5 თვე გვაქვს ჩვენ, არ გვაქვს 6 თვე გითხარით, გვექნება ერთ კვირაში. კომპანიების რაოდენობა ეს ყველაფერი იგივეა და აქაც ზრდა ჩვენ რასაც ხედავთ აქაც საბოლოო ჯამში გონია რომ წლის ბოლომდე ეხა 17%-ია 5 თვე შარშანდელ 5 თვეზე. იგივე აი რაც გითხარ 17-18%-ია ყოველწლიური ზრდა. რაც
5-6 წელიწადში გაორმაგებას ნიშნავს ბაზრის. ესე იყო წინა 10 წლის წინ 5 წელი იყო დაახლოებით 5-6 გაორმაგება, მერე 5-6 გაორმაგება, ეხლა ისევ დაახლოებით ასე და ესენი თუ დაემატა ეხლა ჩვენ მესამე პირის პასუხისმგებლობა, მაგრამ ცხადია უფრო სწრაფად დადგება ესე ვთქვათ განვითარდება უფრო სწრაფად. არ ვიცი ხლა აქ ლიდერები სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ლიდერები არიან მიმართულებით ბაზრის წილებზე. ეხლა მოკლედ თუ გინდა ეს სამედიცინო ვისაუბრეთ, ბაზარზე სამედიცინო წილია 9 მილიარდზე მეტი ლარი, 534 მილიონი და ლიდერია GPI 23%-ით. არა, ხო, სხვა არის, სხვა კომპანიები არიან 24 ჯამურად, მაგრამ თვითონ პირველი ლიდერი GPI-ია 23%, იმედიელი 19, არდი 17, TBC 10%-ით, ანუ და მე კიდე მეხუთე ირაო ჩანს, მე 7% და სხვები 24, ანუ ბაზრის 1/4-დია ყველა კომპანიის და 3/4 ხუთი კომპანიის. სახმელეთო ტრანსპორტშიც აქ TBC-ია ლიდერი, მერე ალდაგი, GPI, ქონების დაზღვევაში ალდაგი, TBC, GPI, ირაო. ნუ ძირითადად ჩვენ რო ბაზარს შევხედოთ, რომელი პარამეტრიც არ უნდა ავიღოთ, შეიძლება მოგებაზარ არის თუ კიდე რაღაც სხვა პარამეტრიც, ნახავთ რომ აქ ყველაზე მოზიდული პრემიით, მაგალითად ყველაზე დიდებია GPI, TBC, ალდაგი, მერე 3, მერე მოდის შემდეგი 3-4 იმედიელი, არდი, ირაო, მერე მოდიან საშუალო დონის და მერე რამოდენიმე რომელიც ნაკლებად განვითარებული არიან. იმედიელს ძირითადად ჯანმრთელობა აქვს, GPI-ს წამყვანი ჯანმრთელობა და სხვა რაღაცებიც აქვს. და ესე არის ვიღაცა რომელიღაცა კომპანია ცხადე სწორი არის ყველაფერს რომ უაცრავდა იქაც უნდა რომ იყო არ გამოდის ეგრე და ამიტომ კონცენტრაცია აქვს იმასში რაში ძლიერები არიან და თვითონ კონკურენტ უნარიანები არიან. თავარია რომ კონკურენცია არის ბაზარზე. ხო, ეს არის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ხო. ჯერჯერობით კაპიტალისტი და არ არის უახლოეს რაღაცა ერთო წელიწადში მოსალოდნელი, ამიტომ ეს ყველა კომპანია არის, ხო. ჩვენ რომ გავზარდოთ კაპიტალი, ვთქვათ, სახელმწიფომ თქვას, რომ მეტი ფინანსური სიმყარე გვინდა რაღაც ამდაგვარი და ვთქვათ, რომ გაიზარდოს 7-დან გახდეს 12, ვთქვათ. ხადა ბევრს გაუჭირდება ამის შევსება. მაგრამ ამნაბის არ ვდგავთ დღეს, იმიტომ რომ მაინც ეს მესამე პირის პასუხისმგებლობასთვის ყველა მიიღებს ალბათ მონაწილეობას, მათ თვითონ დაჭირდებათ ზედმეტი ხარჯის გაწევა, რომ მიიღონ მონაწილეობა და იქაც პირველი 2 წელი კიდე არ არის ხშირად მომგებიანი, თუმცა იქ რაღაც პრინციპებით მივდივართ და ამიტომ ამ ეტაპზე ვთვლი რომ არ არის საჭირო კაპიტალის გაზრდა, თორე სხვა შემთხვევაში ხა ის რო არსებობდეს მოსამატებელი იქნებოდა. კეთილი მშვენიერი, თქვენ ახსენეთ საუბრის დროს და მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ თქვენ თავად ხართ ავტორი მრავალი კანონის, 100-მდე კანონის საქართველოში, ნუ მთავარი დაზღვევის შესახებ კანონი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ ჩვენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იგივე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ კანონი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, თქვენ თავად იყავით რეფორმატორი მთავარი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები პირველად ჩამოდიოდნენ ჩვენ ქვეყანაში და ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ქვეყნად აღიარება საერთაშორისოდ ხდებოდა და დღეს მოვედით იქამდე, რომ დღეს ვსაუბრობთ დაზღვევის სავალდებულო სახეობებზე, ანუ ამდენად განვითარდით. აი ამ ისტორიის მოსმენა თქვენგან ძალიან საინტერესო იქნებოდა და ძალიან საინტერესო იქნება, რატომ იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის კარგი სავალდებულო დაზღვევის ავტომფლობელი დიახ და კონკრეტულად ავტომფლობელთა მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და კონკრეტულად ინდივიდების ფინანსური სტაბილურობისთვის რატომ იქნება ეს კარგი. დაზღვევა შეიძლება იყოს სავალდებულო და არასავალდებულო, ხო?
სავალდებულო დაზღვევის ზოგადად ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამიტომაც არსებობს ესეთი სახეობები, როგორიც არის სავალდებულო, სავალდებულებს სახელმწიფო უკვე როგორც წესი კანონმდებლობით, აბა სხვანაირად ხო ვერ დავალებ, კანონმდებლობა ამბობს, რომ აი ამ ტიპის რაღაცა ტიპის დაზღვევა უნდა იყოს სავალდებულო. ანუ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეხება ყველას. როგორც წესი ეს არის თითოეული ინდივიდუალური პირის, ისე მთლიანად საზოგადოების ფინანსური და სოციალური დაცულობა ამ შემთხვევაში არის გაძლიერებული. ასევე ეს სავალდებულობა იწვევს ფინანსური სტაბილურობის განცდასაც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იცი რომ შენ გარანტირებულად სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ხარ დაცული და ასევე მესამე პირისთვისაც, რომელიც ასევე ხშირ შემთხვევაში ეს მესამე პირის მიმართ არის ხომ, მესამე პირის მიმართაც ხარ დაცვალთ. ჩვენ ახლა ვამუშავებდით სოფლიო ბანკთან ერთად, რომ ექიმები, განსაკუთრებით ხირურგების მიერ პრობლემა შეცდომის შემთხვევაში დაცული ყოფილიყო, დაცული იყოს პაციენტი ასეთი შეცდომისაგან რა. რაც მომზადებულია და ჯერ კიდე არის განხილული რაღაცა ჩვენ ნაწილში ეს არისო და იყოს გარკვეული შეფერხება, ამაზე ალბათ კიდე იქნება საუბარი, იმიტომ რომ სოფლიოში ყველგან სარისკო სამედიცინო ასე ვთქვათ ჩარევები არის ყოველთვის დაზღვეული და ამ ფულს იხდის თვითონ ეს ექიმები იხდიან თვითონ, ხო, რა თქმა უნდა და მე თუ რამე მოხდება შემდგომში ცხადია სადაზღვო კომპანია უკვე იხდის მათ მაგივრად. ასევე შეიძლება იყოს იურიდიული მომსახურებები, მაგალითად ჩვენთან შეიძლება ყველამ არ იცის თუ ხა ამ პროფესიის არ ახარ, შეიძლება არც იცოდე რომ რეალურად მაგალითად ყველა ნოტარიუსს აქვს პროფესიონალი სავალდებულო, თუ ხარ ნოტარიუსი, უნდა იყოს დაზღვევა აუცილებლად კერძო აღმასრულებელი. აუდიტორული კომპანიები და მაგალითად ჩვენთვის სადაზღვო სფეროსთვის ნაცნობი სადაზღვო ბროკერები. ჩვენ ეს შემოვიღეთ რამოდენიმე წლის წინ, რომ სადაზღვო ბროკერს უნდა კონდეს პროფესიული სავალდებულო დაზღვევა და ყველა ბროკერს თუ არ აქვს სავალდებულო დაზღვევა ვერ აწარმოებს ის თავის პროფესიულ საქმიანობას. თუ არ არის სავალდებულო, აი ეგეთი შემთხვევა გვაქვს ზუსტად ეხლა მანქანების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ჩვენთან არ არის სავალდებულო. მთელ სოფლიოში არის სავალდებულო. რა ხდება ახლა ქართულ ბაზარზე? სავალდებულო როა რამდენი პროცენტი აზღვევს მაინც? 10%-ის ფარგლებში. 10%-ის ფარგლებში ადამიანები მაინც იღებენ ამ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას და 90 არ იღებს. და რო შემოვა ხვალგანონი 100-ს მოუწევს. ანუ ხო და სწორედ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სოფლიო პრაქტიკა მოჩვენა, რომ აი ავტომობილების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა არის აუცილებლად და უნდა იყოს აუცილებლად სავალდებულო. დაგავალდებულებს ქვეყანამ კანონი, რომ შენ ეს უნდა გააკეთო. და რა ხდება იქ სადაც არის და რა ხდება იქ სადაც არ არის. აი ჩვენთან რა ხდება, ყველამ კარგად ვიცი, მანქანა ყავს ყველა ოჯახს, ზოგს 2 და ზოგს შეიძლება 3-იც. ხდება ის, რომ როცა ავტოსაზღვო შემთხვევა ხდება, ამ დროს თუ არ არიან ეს ადამიანები ასეთი ტიპის დაზღვევით აღჭურვილი, მაშინ ხდება, რომ მათ უწევთ ამ ზარელის, ვინც გამტყუნდება თუ კოლიზია შეჯახე მოხდა ჯერ შენი მანქანა ხო უნდა გააკეთო. კიდე მოგიწევს იმ ადამიანის მანქანის გაკეთება, ვისთანაც შენ პოლიცია როცა ნახავს ვინ არის დამნაშავე, ხო იქ ისედაც ჯარიმდები კიდე შემთხვევის გამო 200 ლარით, კიდე პლუს შენ მოგიწევს ანაზღაურება მისი მანქანის გაკეთება. ეხლა ჯამში ბევრი მანქანა დადის სხვადასხვა ფასი, შეიძლება საშუალოდ 2-3 1000-დან 6-7000, 8000 დოლარამდეა ძირითადი მანქანების მასა, მაგრამ ადის 10000 ლარიანი დოლარში თუ ან ლარში 100000-იანის დადის. აი თუ შემთხვევით არ გაგიმართლა და ორჯერ არ გაგიმართლა, ერთი რო ავარია მოგივიდა და მეორეც კიდე რომ ძვირ მოდელს დაარტყი
ну მაშინ მოგიწევს შეიძლება სახლის გაყიდვა მოგიწიოს ან სესხება ბანკში წახვიდე და ის ფული რო რაღაც შენი ოჯახისთვის დაგიხარჯა მოგიწევს სუისი მანქანის აღდგენა და მე მგონი ამის გამო ჯობია რომ თვეში იხადო შენ რაღაცა მინიმუმი წლიური თანხა სადღაც 250-300 ლარი იქნება ეს იხადო ჯობია ვიდრე შენ მერე დანაზოგი და რაღაცა შენზე გამოსაყენებელი და ოჯახზე თანხა გადაუხადო სუისი მანქანის გაკეთებაში. და გარდა ამისა რიგ შემთხვევაში თუ ეს მანქანები კიდე არის ცენტრების, კიდე უფრო ძვირი დაგიჯდება, ნუ ცენტრებში მომსახურება უფრო ძვირია, იმიტომ რომ ისინი იცავენ თავიანთი სხვა ბაზარზე შემოტანილი თქვა ჩინურან ევროპული თუ ამერიკული მანქანები ცენტრები იაპონურისაც და სხვებისაც სანამ ისინი არიან ასე ვთქვათ თქვენი მანქანა ხელშეკრულებით არის დილერთან გაფორმებული თქვენ ბაზარზე ვერ იყიდით უფრო იაფად რაღაცა მესამე ქვეყნის ნაწილს და გაუგებთ რომ ეს უნდა შეტყობინება მიდის და ამიტომ კიდევ უფრო ძვირი დაგიჯდებათ ეს ამბავი აი ეგ არის სხვაობა და ვისაც დაზღვეულია 10%-ს აღდა. ეხლა ვის აქვს საქართველოში ეს ვინაკეთებს? ნუ პირველ რიგში ამას აკეთებენ, ვისაც ძვირადღირებული მანქანები აქვს, ან ახალი მანქანები, ნუ ან ერთი მეორე, ან ორი ვერდროულად როცა არის, რომ მაინც ეშინიათ რომ ეს კოლიზია და შემთხვევა რომ დადგეს დაზღვეულები იყვნენ და სხვები ნუ ხა რატო არ ეზღობიან თქვენ ჩემზე კარგად იცი უმეტესად ამბობენ რომ მე ისე მაგრად დამყავს მანქანა რომ არასდროს არაფერი არ მომივა ასაგებია შეიძლება არ მოგივიდეს მაგრამ სხვას რომ მოვიდეს მაშინ რა შვები ხო და იმას მე შესაძლებლობა არ კონდეს მანქანის გაკეთების და ან კიდე რაღაცა სხვა მიზეზთა გამო ან ძვირი ის ხა ნუ როგორ უნდა შევადაროთ ადამიანს მანქანა ზანადვილი დასათვლელია ვისაც მანქანა ყავს ნუ მე მგონი სამართლიანია ვთქვათ რომ ერთხელ მაინც თავის აუზი ხო უნდა შეავსოს თვეში ერთხელ ვამბობ ხო ნუ მაშინ მანქანა რა თუნდა ხო თვეში ერთხელ თუ აუზი არ შეავსოს იგი არ ჭირდება მანქანა და დადის სხვა ტრანსპორტით ეს ერთხელ შევსება ჩათვალეთ არის თვეში ხო 50 ლიტრი 3-ზე ხო უნდა გავა და ახლოთ 150 ლარი. ეს მინიმუმის მინიმუმს ვიტყვით ახლა. გადაამრავლეთ ახლა ეს 12 თვეზე ხო? 150 ლარი 12 თვეზე იქნება 1800 ლარი. ეს კი 1800 ლარს თქვენ ხარჯავთ მარტო მინიმუმ საწვავზე და ნუ ვიღაცა 10000-ს ხარჯავს ხო? 1800 ლარს მინიმუმს ხარჯავს საწვავზე. საბურავი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ რაღაცა გჭირდებათ, ხო? ესეც რომ გადათვალოთ. კიდე გადათვალოთ რაღაცა შეიძლება მანქანას ზეთის გამოცვლა დაჭირდეს. რეცკაუტ. უამრავი ეს ხარჯები თქვენ რომ კარგად დათვალოთ, შეიძლება გამოგივიდოთ რომ მინიმუმ 3-4000 ლარს ხარჯავთ თქვენ რომ ეს მანქანა გყავთ. 3-4 ალბათ ეს ყველაზე მინიმუმია და ნუ საშუალოდ ალბათ 7-8 არის ეს თანხა. გააჩნია ახლა ადამიანს და მწოლს და რას თავაზობს ახლა საყოველთაო დაზღვევა. აი შევადაროთ, ხო? ესე იგი თუ თქვენ რაღაც ეს რამდენიმე 1000 ხარჯავს, ესე იგი თქვენ თვეში ხარჯავთ რაღაცა 700-800 500 ლარს მაინც, ხო? 300-დან 500 ლარამდე თვეში, ნუ 200-დან 300 ლარი თუ ყველას ცოტა როა. და საყოველთაო დაზღვევა ჩვენ დავთვალეთ რომ ალბათ მოუწევს გადახდა საშუალო მანქანაზე იქნება რაღაც 250 ლარის ფარგლებში. 300 ლარის ფარგლებში. ხო, ეხლა დიდი ჯიპები და დიდი მაღალი გამომავლობის მანქანებზე, რა თქმა უნდა, მეტი იქნება შედარებით, ძალიან მეტი არა შედარებით მეტი. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში არის 365 დღე. ანუ თქვენ აქტიურად რიცხვი რაც მეთქვი 250 თქვენ ლარზე ნაკლები დაგიჯდებათ დღეში თქვენ რო იყოთ დაცული ფინანსურად. პარკინგზე რო ხართ, რამდენ სიხდით დღეს დაწესებული ნორმით და საათში ლარს, ხო ესეა? ან რაღაც სხვაგან. ანუ გამოდის რომ ყველაზე იაფი რაც კი ამ მანქანას შეიძლება დაჭირდეს,
ყველაზე ნაკლები იქნება მესამე პირის პასუხის დაზღვევაში გადასახდელი, უბრალოდ ერთჯერადია, იქ არ შეიძლება ეს მსოფლიოში მიღებული ცალ-ცალკე დაყო თქვა წელიწადში და ეხლა გადავიხდი, მე არ გადავიხდი, მეტყვი რომ ვერავინ ვერ მისდევს მე ამას რომ რატო არ იხდი. ანუ ის არის ერთჯერადია, როგორც ტექნიკურ დათვალიერება მიხვედი, გაიარე, გადაიხადე თანხა. ერთი წლის ვადით გაგიგზავნა. ხო, აი ესე უნდა იყოს ესეც. და გამოდის რომ წელიწადში თქვენ გიჯდებათ ლარზე ნაკლები. ის რომ რამაც შეიძლება თქვენ 10,000 ლარს და 20,000 ლარს აგარიდოს. გარდა ამისა, მესამე პირის პასუხის დაზღვევა არა მხოლოდ მანქანის შეკეთებას ითვალისწინებს, არამედ ჯანმრთელ ავარიაშიც რომ რაღაცა იტკინოთ და დაშავდეთ, იქ 30,000 ლარამდე ჰოსპიტალური მომსახურების და ამბულატორიაც შედის იმაში. და ნუ რა ვიცი ხა ყველა ეს არის სოფლიოში აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ეს არის სოციალური პასუხისმგებლობაც ერთმანეთის მიმართაც, იმიტომ რომ ფაქტიურად არადამნაშავე პირი რომ იყოს სრულად დაცული, მაგრამ შენც ნაწილობრივ დაცული ხარ, რომ იმ ხარ შენ არ იღებ და რიგ შემთხვევაში შენი მანქანაც კეთდება. ასე რომ ამას ალტერნატივა არ აქვს. ეხლა ეს თქვენ იკითხეთ და მე გავაგრძელებ კიდე რომ ეს კანონი მომზადებული გვაქვს, ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს სადაზღვევო კომპანიებთან, პრაქტიკულად გავლილია ყველა უწყებასთან, სხვა მესამე, ანუ ჩვენ მომზადეთ, მე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სერიოზულად ვიმუშავეთ, იქ ცალკე კიდე კომპანიებს ხვდებოდით. და შევთანხმდით რომ ის პრინციპი რაც აგრე ძირითადი ხა ვიტყვი აქ ჩადებული რაც ეხლავე შეიძლება ითქვას ეს არის თანამონაწილეობის პრინციპი ანუ ბაზარზე როცა გაიყიდება პოლისი იქ ის არ არის რომელიმე ერთი კომპანიის ანუ ყველა ერთად მონაწილეობს რასაც პულის ანუ პულის თანამონაწილეობის პრინციპია, იმიტომ რომ არც ერთ კომპანიას არ უნდა სადაზღვევოს დღეს რომ გარისკოს, თქვათ, და შეთანხმდნენ ამაზე, რაც კაი, იმიტომ ჩვენ უცხოეთის ექსპერტები ნახშირად გვესმოდა და გვეუბნებოდნენ, რომ სადაც ყველაზე კაია ამ პულის პრინციპი, მაგრამ კომპანიები ვერ თანხმდებიან ხოლმეო. ნუ ვიღაცას მეტი გონია რომ იქნება, მაგრამ საქართველოში ძალიან ჭკვიანურად მოხდა ამის შეთანხმება, იმიტომ რომ პირველ წლებში მართლა უცნობია, შეიძლება სერიოზულ ზარალზე იყო, ამიტომ ჯობია თანამონაწილე იყო გნებავთ ზარალის თუ გნებავთ ესე მოგების. ეს ზარალობის დიდი არ ისე დავთვალეთ ჩვენ ახლა ეს პრემია რომ ზარალენება ნუ არ უნდა იყოს ესეთ, მაგრამ თავარია რომ აი ეს შესვლის პერიოდში რომ დავაწესებთ რაღაც დღეს რომ ამ დღეს უნდა დაიწყოს ეს და მანამდე გაყიდვები დაიწყება რომ მაქსიმალურად ყველა უნდა იყოს ჩართული, მაგალითად სხვა ქვეყნებში უკვე აზერბაიჯანში, სომხეთში 99 და 19% არის ვისაც აქვს, ანუ ყველას აქვს. და თუ არა გაქვს დაჟჯადი იქნება და იგივეს გადაგახტევინებენ. ვერიბლი ავტომობილი. არა, ხო, გაგაჩერებენ, დაგჟიან და მოგიწევს ჯარიმის სახით იგივეს გადახტა, რაც გირჩევნოდა გეყიდა ის პოლისი. ამიტომ ეს მეთოდები რაც და მიდგომები ჩადებულია ზუსტად ყველა საერთაშორისო სტანდარტი და სხვა ქვეყნების გამოცდილებით. ნუ გონია რომ უახლოეს პერიოდში ალბათ დავროვინა პარლამენტში გადავა ეს. და ჩვენთანაც ამოგვიდი და ნუ რაღაცა ვადა მიეცემათ, რა თქმა უნდა 6 თვე მინიმუმ, 6-8 თვე მოსამზადებელი პერიოდია და შემდგომში ეს ამოქმედება. რაც არის აუცილებელი, ვთვლი რომ ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის პირველ რიგში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ნამდვილად ასია. ისე მომისმენია ესეთი პოზიციაც უცხოელი პარტნიორებისგან გადაზღვევაში ვმუშაობ და მაქვს ხოლმე შეხება მათთან ჩავდივართ ან ისინი ჩამოდიან და აი ესეთი აზრი გაუჟღერებიათ, რომ ეს ზარალიანი პროდუქტი იქნება სადაზღვევო კომპანიებისთვის და სადაზღვევო კომპანიებისთვის სახარბიელო მესამე პირების სავალდებულო მათთან როგორ არის ზარალიანია? სავარაუდოდ ისინი პირველ წლებში იყვნენ, შედიოდნენ, ახლა იწყებდნენ და ალბათ პირველ წლებში და თქვენ კარგად ახსენეთ, რომ სადაზღვევოები გაინაწილებენ პრემიასაც და ზარალს. აი ეს სისტემა იქნება, როგორ იქნება ჩვენთან საქართველოში, რომ ისი არ აღმოჩნდეთ, რომ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია გაკოტრდეს, თქვათ, ზარალების გამო ან რა. თავიდან არადა ახლა შემდგომში პირდაპირ ესე რო დაიწყოს, ეგრეც მოხდება. იმ პულის პრინციპით რო არ იყოს დარწმუნებული ვარ რომ რამდენიმეს მოუწევს. კი. იმიტომ რომ იქ მერე დაიწყება ფასით, ასე თქვათ, ფასის დაწევებით რომ მე მეტი ავიყვანო და მერე შეიძლება ვერ მოემსახუროს. ამიტომ
ამიტომ ეს პრინციპი გამორიცხულია ახლა, იმიტომ რომ პულის პრინციპით წავედი და ძალიან კარგი 3 წელი მინიმუმ ესე იქნება. მერე თვითონ კომპანიამ შეუძლიათ გადაწყვეტა გააგრძელონ ისე, აღარ გააგრძელონ როგორ იყოს. ეს მათ ასე ვთქვათ, მათ შეხედულებებს გავითვალისწინებთ. დიახ. კარგით. აი სანამ ბოლოსკენ მივდივართ და მანამდე გკითხავთ, აი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, მაგალითად დიჯიტალიზაცია გამოჩნდა ჩვენთან, გამოჩნდა თქვათ ელექტრონულად სერვისების მიწოდება, იგივე ხელოვნური ინტელექტი და თქვენ როგორ ხედავთ, რომ აი ჩვენ სადაზღვევო ინდუსტრიაში დაინერგოს ესეთი თანამედროვე მიდგომები ამის პერსპექტივებს? მე როგორც არ უნდა ხედავდა, ეს მაინც ინერგება უკვე და ინერგება და მეც ხედავ ისე რომ და მიმაჩნია დარწმუნებული ვარ რომ ვინც არ დანერგავს, ჩათვალეთ რომ 10 წლის მერე ბაზარზე არ იქნება. პირდაპირ შემინეთ, 10 წელი შეიძლება ბევრს ვამბობ კიდევ რა. იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიური განვითარება, დიჯიტალიზაცია თუ დიგიტალიზაცია, როგორც ვამბობთ, უკვე მოიცავს ყველა სფეროს, მათ შორის დაზღვევასაც, ძალზე სწრაფად ვითარდება, ახალი სტარტაპები იწყება მთელ სოფლიოში, ამ მიმართულებითაც და ხელოვნური ინტელექტის და ხედავთ რომ ყველგან ეს უკვე ძალიან სერიოზულ დონეზეა, რომელიც ეყრდნობა ცხადია დიგიტალიზაციის მთელ პროცესს, გარდუვალია და ფინანსური სფერო ერთ-ერთი წამყვანი უნდა იყოს და როგორც ნაწილი ფინანსური სფეროსა ჩვენი სადაზღვევო სფეროც. დღესაც უკვე ვიცით რომ რამდენიმე კომპანიაში ჩატბოტები აქვს გაკეთებული და შეუძლიათ ასე ვთქვათ უკვე თქვენ რომ შედიხართ ეს ხელოვნური ინტელექტი გელაპარაკებათ რამდენიმე კომპანიას აქვს, ну და აი ვთქვათ მაგალითად არც აქვს, რომ დარეკავთ ახლა არდის ნომერზე, გეტყვის რომ არდიანა ქალის ხმით, გეუბნებათ რომ არდიანა გისმენთ და მე თქვენ რამდენიმე შეკითხვაზე ნავიგაციას აკეთებს ეს ჩატბოტი, რომელიც თუ ამარტივებს პროცესს საბოლოოდ. ხო, ამარტივებს, იქ ადამიანი აღარ ზის, ხადია ზოგადად სოფლიოში დგება მე ამ სამუშაო ძალის ამბავი ადამიანები ბევრ პროფესიას, ეხლა ილონ მასკი გვემუქრება რომ საერთოდ 5 პროფესია დარჩებაო, მაგრამ ნუ ესე მალე ვერ მოხდება ეს პირველი, მაგრამ ცხადია მნიშვნელოვნად ამცირებს მთელი რიგი პროფესიების, ასე ვთქვათ, არსებობას, ზოგადად საერთოდ არსებობას, ვთქვათ, აი კომუნიკაციის თვალსაზრისით, როცა 5 კითხვა გაქვს დასასმელი და ყველაზე ალტერნატივა არსებობს, იქ ადამიანი აღარ დიჯდება, რა თქმა უნდა და გიპასუხებს ხელოვნური ინტელექტი რომელიღაცა სახელით და რამდენიმე სადაზღვევო საკმაოდ განვითარებულია ამ მიმართულებით, აი ეს TBC, ალდაგი არც გითხარით, ყველა რაღაც სფეროში აქვს. ჩვენ ერთი ბროკერიც ყავს მარტო ციფრული იმით არის, ანუ საერთოდ ოფისიც არა აქვს და მარტო მასთან კონტაქტი ხდება მარტო კომუნიკაციით, ტექნიკური საშუალებებით და ბევრ სადაზღვევოს მე თვითონაც ვქონია შემთხვევა საქარე მინა გამიტყდა და სადაც მაშინ დაზღვეული მქონდა იმ მომენტში რომ ატყობინებ რაღაცა იმ მომენტში არ იციან ახლა ვინ რეკავს ზედამხედველობის სამსახურის უბრალოდ და მეც მაინტერესებდა რეაგირებები როგორ იყო და ნუ ესე მითხრე თან ამას ვამბობ მე 3 წლის წინანდელ ფაქტს უკვე მაშინაც კი სურათები გავუგზავნე სადაც მოხდა გარემო სადაც იყო სოფლად იყო ასე თქვა და სწორილი ქვა იყო ეთქვა რაღაც სუდად მოხდა ნუ გაბზარა და ამიტომ რომ გავუგზავნე იქვე მოხდა შეფასება რაღაც 24 საათი შეფასება ისა რა შევთანხმდით მითხრეს რომ ამ ფასი თუ გნებავთო შემაქანა არ იყო ცენტრთან ასე ვთქვათ მაინდა-მაინც კავშირში ამიტომ ნებისმიერი ქარის მინა შემელოდა მეყენებინა და ამიტომ შევთანხმდით ფასზე და ის ანგარიში 24 საათში თანხაც დამერიხა ანგარიშზე ანუ ყველაფერი დისტანციურად გაკეთდა. და იქაც ასე ვთქვათ, ჩვენ რასაც ვამოწევთ ჩვენი სამსახური, რომ როცა ხდება კონტრაქტუალური ურთიერთობა, ანუ
შევთანხმდით და ეხლა როგორ ეს შეთანხმება რომ ორივე მხარე ერთმანეთს თქვას არა მე არ შევთანხმებულ ვარ 3 დღის მერე ეს როგორ მტკიცდება ხო ამიტომ ეს მეთოდები და ეს მეთოდოლოგია არსებობს რასაც ჩვენ ზედამხედველობაც უწყობთ ხელს და გამოვცემთ რომ როგორ მოიქცენ ამ შემთხვევაში სხვა შემთხვევაში და როცა ის გეუნება აი ეს არის პირობები ეხლა ბანკებიც აკეთებს ეს იღებს ხალხი რომ მონიშნეთ თქვა ეს ადგილი და დააჭირეთ ხო ხელი და ეს ნიშნავს თუ მონიშნეთ და დააჭირეთ ესე იგი შე ხელი მოაწერე ხო ნუ ესე მიდის ეს ყველაფერი ამიტომ ეს მარტივად ხდება ეს ბერნამეს რა თქმა უნდა ამცირებს დროს არ აყარგვინებს ნუ რაღაც ეხლა პოზიტიური თუ შეიძლება რამე იყოს რაც იყო ეს პანდემია უნდა დავინახოთ იმაში რომ პანდემიამ დაანახა საზოგადოებას რომ თურმე შეიძლება ხშირად შენი დრო დაზოგო და დისტანციურად აკეთო ის სადაც აუცილებელი არა შეხვედრაზე იყო დაესრო პირადად ან front office-რას და წინა ოფისში მიხვიდე საბუთები მიიტანო, იქ ჩააბარო თქვა დაზღვევის შენი რაღაცა და ესე ყველაფერი ხდება დღეს უკვე დისტანციურად აი ესე გადაწოდებებით ფაქსი აღარ არსებობს ადრე ხო გახსოვთ ფაქსი იყო მთავარი წყარო ინფორმაციის გაცვლის დოკუმენტების გაცვლის ეხლა ყველაფერი ხდება აგერ მობილური ტელეფონში ყველა ეს ფუნქციაც აღჭურვილია და იქცა უკვე აპრობირებულად ის ტექნოლოგიურადაც უკვე არის დამუშავებული რა უკვე კონტრაქტია თქვა როცა რაღაცას მონიშნავ და იტყვი რომ მე თანახმა ვარ უკვე ეს არის თქვენ ხელი მოაწერე და ხეჟო გაფორმება ჩვენთვის უკვე ეს სამსახურისთვის ეს ხელშეკრულება და თქვა სადაო საკითხი ჩვენ ხე მომხმარებლის უფლებას ისე ვერ შევეხეთ როგორც ვატყობთ დროშის ამბავში ჩვენ ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობთ მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ფინანსურ განათლებას ან ჩვენ შემთხვევაში სადაზღვო საკითხებში განათლებას იმიტომ რომ ადამიანებმა მინიმუმი მაინც უნდა იცოდნენ და რაღაცაში გათვითცნობიერებული უნდა იყვნენ ხა იურისტი ყველა ვერ იქნება და ვერც ფინანსისტი და ვერც ეკონომისტი და ამიტომ რაღაც დონეზე განათლება აუცილებელია ჩვენ უკვე ისიც ვეცადეთ რომ მე-6 კლასის წიგნებში შეტანილია რაღაც ელემენტარული საკითხები დაზღვევასთან დაკავშირებით. რომ ბავშვები სკოლის პერიოდში უკვე გათვითცნობიერებული იყვნენ რაღაცა ჩამოვიტანენ მე-უცხოეთიდან და მე გადმოვაქართულეთ რაღაც თამაში, როგორც თამაში, სადაც ბავშვებმა შეუძლია ითამაშონ და დაზღვევის ელემენტებით არის დახუნცული თქვენ თუ არა გაქვთ გონი გვაქვს კიდე და კიდე ერთხელ გამოვიშვებთ დავარიგოთ როგორც მონოპოლია თქვა და იზიამ და ბავშვები და სულ დაზღვევის ელემენტი ხო დაზღვევა გადაზღვევა რაღაცა და ეს თამაშია ხო აი ბორდ გეიმები რო არის ესეთი ძალიან საინტერესო თამაშია და ანუ ახლა აი ბროშურები აქაც დასანახად უბრალოდ წამოვიღე, მაგრამ ბროშურას უშვებთ ეს კომპანიებსაც ვეუბნებით მათაზონ დაზღვევა და მომხმარებლის უფლებები. მაგაც ეს რამდენიმე გვერდია. ადამიანი რო წაიკითხავს უკვე და ვიზუალიზაციაც ხდება ამისი თქვა. რა უფლება გაქვს, როგორ მოიცე, სად არეკო, როცა არ მოგწონს ეს, ნუ პირველ რიგში უნდა მიმართოს თვითონ სადაზღვო კომპანიებს ჩვენ მოთხოვე და ყველას აქვს. მომხმარებელთა პრეტენზიების განყოფილება, ანუ იქ უნდა განიხილონ და თუ მომხმარებელი არ დაკმაყოფილდება ამითი, ანუ არ მოეწონა პასუხი ან არ თulis რომ სამართლიანად მოიქცე, მე შეუძლია ჩვენთან სამსახურში სპეციალური განყოფილება მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სადაც ჩვენ განვიხილავთ და უკვე ჩვენ ვაძლევს უფლებამოსილებას, რომ მთელი დოკუმენტაცია გამოვითხოვოთ და მე ჩვენ შევაფასოთ ეს და ამაზე სპეციალურად ხალხი მუშაობს და ამის მერე ну როგორც წესი გვარდება ამ დონეზე მეტნაკლებობით, თუმცა მესამე დონეც არსებობს, თუ მაინც მხარები ვერ მორიგდნენ, შეიძლება მორიგებასაც აქვს, ანუ ცოტას კომპანია დათმოს, ცოტას მომხმარებელი თუ ეს თანხას ეხება, ხო, კომპრომისის და ამის შემდგომ თუ ეს არ გამოდის ესე და ძალიან იშვიათია, მაშინ სასამართლოში წავა და უკვე მოსამართლე განიხილავს ასეთ საკითხებს და ასე რომ დღეს არსებობს ბევრი ის საშუალება, ანუ ეს ყველაფერი როგორც ევროპულ სტანდარტებზე, მსოფლიო სტანდარტებზე ვთქვათ უფრო სწორად მიღებულია, ყველაფერი ეს მაქსიმალურად ჩვენ ვიღებთ, ვამბობთ რომ ჩვენთანაც უნდა ესე იყოს და ვაკეთებთ კიდევაც.
ამ პოდკასტის მიზანიც ეს არის, რომ რაც შეიძლება ინფორმაცია გავავრცელოთ, რომ ადამიანებმა იცოდნენ დაზღვევის კონკრეტულად დაზღვევის შესახებ. დიდი მადლობა ბატონო დავით, შეგვიძლია კიდევ ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ბევრსაც არ მინდა რომ მოგაცდინოთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ამდენი დეტალის გაზიარებისთვის. მე კი მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა პოდკასტ არიას. შემდეგ ეპიზოდში სავარაუდოდ ვისაუბრებთ კიბერდაზღვევაზე და კიბერდაზღვევის რისკებზე. მადლობა.